მოგესალმებით ხალხო, როგორც ნახავთ დღეს live trade-ებს განვიხილავ, ანუ ის trade-ები, რაც live-ში გავხსენი და ყველა trade-ი, რაც არის live-ში გახსნილი, არის ჩემი trade-ი რა. ამის გარე trade-ებს არ ვხსნი. მოკლედ, ამ გვერდში 3 trade-ი ავიღეთ და 3 მოგებით დავამთავრეთ რა. სანამ დავიწყებ განხილვას, მინდა გითხრათ, ვისაც mentorship-ზე რეგისტრაცია გინდათ, ანუ ჩემი mentorship-ი გინდათ, რომ გაიაროთ დახურული, მიღება გახსნილია, დღეს გაიხსნა. შეგიძლიათ შემოხვიდეთ Axiom-ზე, ლინკი აღწერაშია და გახსნათ TKT, რომელიც აი აქ არის. მოკლედ, ეხლა კიდევ დავიწყოთ. პირველი ტრეიდი ამ გვერდში რაც გავხსენით, იყო 21 რიცხვში New York AM-ზე. და ეხლა განახეთ რა ტრეიდი გავხსენდი რა. ეს არის სამშაბათი და სამშაბათს უწევს რა თქმა უნდა მარკეტს манипуляცია, ხო? და სად უწევდა манипуляცია? Daily fair value gap-ში. აი აქ. ამიტომაც pre-market-ზე გავხსენი ეს ტრეიდი. ეს არის daily fair value gap-ი. ჩავიდეთ ახლა ერთ წუთიანზე. ეს daily fair value gap-ის low. ეს კვარტალი თქვა, Fibonacci თქონდა გაზომილი. ერთ partials ვიღებდი. აი აქ, როგორც კი ავიდო daily fair value gap-ში და მეორეს ვიღებდი 0.25%-ზე, რა. ეხლა რა მოხდა? აქ როგორც მახსოვს, SMT-ებიც გვაქვს, აი ამ low-ებზე, ლონდონის low-ზე მაქვს SMT. ანუ ეს დაცული low-ა და არ უნდა მოხსნას მარკეტმა, მომცა displacement-ი, შემდეგ ჩამოვიდა აი აქ, აი ამას ველოდებოდი. და stop loss-ი მეყენა აი აქ. და დავუმიზნე აი ამ ჰაის. რეალად ამ ჰაის უმიზნებდი, მაგრამ partial-ები მოხსენი აქ და შემდეგ აქ მოხსენი დანარჩენი რა, უკვე reversal-ის ასე ვთქვათ ტრეიდი იყო. ეს პირველი ტრეიდი. რაც ძალიან კარგი ტრეიდი იყო, რადგან ორივე მხარეს ნახეთ რა ხდება რა. რეალად A პლუსია და რატომ არის მაღალბოთობიანი, ხო? რადგან მარკეტი გინდ იყოს bearish-ი, გინდ bullish-ი, ყველა ვარიანტში უნდა ავიდეს daily fair value gap-ში. როცა low resistance-ის გაქვთ გასასვეპი და ასევე daily fair value gap-თან ძალიან ახლოს არის და რაღაც საერთანი fair value gap-თან ხომ? თან 9.30 რომ უწევს. манипуляცია უეჭველი უნდა მოხდეს რა, ამიტომაც ყველა ვარიანტში ვიყავი მოგებაში რა. ანუ აქ რომ გავსტოპებული იყავი, ძალიან რთული იყო რა, რამის რავი, რაც data მაქვს, ასე ტრეიდებზე რამის შეუძლებელია რომ გავსტოპდე. ეხლა მეორე ტრეიდი. უკვე 4 შაბათს რომ ავიდა, უბრალოდ აქიდან 4 შაბათს, სამშაბათს ჰაი გაიგეთა, მინდოდა ეს აი მოეხსნა 4 შაბათს და შემდეგ ქვემო წამოსულიყო და რა ხდება რა, bearish-ი ვიყავ, მაგრამ აქიდან უკვე ჩემი სტრუქტურა შეიცვალა. აქ რაც გავაკეთე იყო ის, რომ displacement-ი მქონდა ზემოთ low resistance-ი, აი აქ აზიის ჰაიმდე, სულ მინიმუმ ჩემი ტრეიდი აზიის ჰაიმდე იყო. ამიტომაც მარკეტს მივყვებოდი, 3 წუთიანზე გადავედი. აქაც იგივე ვარიანტია რა, გინდ bullish-ი ყოფილიყო მარკეტი, გინდ bearish-ი, ხო? ყველა ვარიანტში უნდა გალონგილიყო. აქ რა ვქენი? აი აქ გავხსენი ტრეიდი. აი აქ იყო სადღაც 1 წუთიანზე უფრო კარგად ჩანდა რა. აი ესე ტრეიდი იყო. რას დაბალი risk ratio გამოვიდა რეალურად რა, აი partial-ები ჩავხსენი ნენელა. და 1.5-თან გამოვიდა რა. და მაინც profit-ში გავედით, ეგ არაფერი ჩვენი ვცადეთ, რადგან all time high-ს უმიზნებდი მე. აი ამ high-ს უმიზნებდი რა. 1.3-თან გამოდიოდა. შემდეგ მომდევნო დღე გავპასე, ანუ ეს დღე არ ვივაჭრე. short-ი ვიყავი აქ უკვე, რადგან ვიცოდი რომ მარკეტი overall bearish-ი იყო. და არ გავხსენი და რატომ არ გავხსენი, რადგან ამ high-ზე SMT არ მომცა რა. ამ high-ზე რომ SMT მოიცა, გავშორტავდი. თან დავინახე რომ მარკეტი წინ და უკან მოძრაობდა, აი აქ უკვე შევამჩნი ის რომ choppy მარკეტი მოდიოდა, ამიტომაც აქ ტრეიდი არ მიღირდა. ამიტომაც ეს დღე დავიკიდეთ. live-ზე ვამბობდი ამ ყველაფერს და შემდეგ პარასკევს უკვე ვიყავი short-ი რა. short-ი სადამდე ვიყავი? იმ low-ებამდე, რასაც წინა დღეებში უმიზნებდი. და რა იყო ჩემი ტარგეტი, ხო? აი ეს low-ები. აი ეს low-ები იყო ჩემი ტარგეტი. ეხლა რა მოხდა? ნახეთ,
low resistance გვაქვს high-ზე SMT, აი ამ high-ებზე SMT-ა, NQ-ზე, გვაქვს displacement-ი, შემდეგ. რატომ არ შევედი trade-ში აი აქ, ან აი აქ. რადგან Iork-ი გახსნილი არ იყო რა. თან ვიცოდი რაღაც deep trade-ი სჭირდებოდა და SMT. ამიტომ ვთქვი რომ აქ მის trade-ში შევიდო და ყველა გაისტობოდა და გაისტობდნენ კიდევაც. მოხდა კიდევ ერთი манипуляცია 15 წუთიან fair gap-ში, რომელიც აი აქ გვაქვს. 15 წუთიან fair gap-ში კიდევ მოხდა ერთი манипуляცია. კიდევ შეეხო აი ამ mitigation blocks, რომელიც თუ SMT გვაქვს იგივე breaker block-ია. მომცა displacement-ი 5 წუთიანი SMT, აი აქ გვაქვს SMT, აი ამ იმაზე, ES-ზე გვაქვს SMT, displacement-ი inversion-ზე დავაყენე აი აქ entry, stop loss დავაყენე body-ზე და დავუმიზნეთ ამ sell side liquidity-ს. ესეც მესამე trade-ი რა. ძალიან კარგი trade-ები იყო, რაც გამოვიდა. თუ მოგწონთ ესეთი ვიდეოები, იაქტიურეთ და ყველა live, ასე ვთქვათ, live-ში რა trade-საც გავხსნი და რომელიც იქნება ხალხთან ერთად გახსნილი, ყველაფერს განახებთ რა. ეს trade-ები შეგიძლიათ გადახვიდეთ. ნახოთ რომ ძალიან ბევრმა გახსნა რა. ეს ზუსტად ეს execution-ი აქ შევედით inversion-ზე, partially ჩავხსენეთ low-ზე, რადგან შეიძლება rejection-ი მომხდარიყო და ზემოთ ასულიყო და შემდეგი partially, ანუ ასე ვთქვათ, მთლიანი take profit-ი ჩავხსენით იმ low-ზე, რომელსაც უმიზნებდი მთელი კვირა რა. აი ეს trade. რაც ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, საოჯრო კვირა გამოვიდა. ხოლ დაიდება მომდევნო კვირის განხილვა და კიდევ ჩემთან Discord-ზე ვისაც გინდათ სრულად ნოია სწავლა, თქვენთვის მაქვს ეს დახურული ვიდეოები, ჩემი ძველი mentorship-ი, რომელსაც შეგიძლიათ უყუროთ.